დღეს 28 ივნისია, თქვენ უყურებთ კურიერი PS ავთოგვასალიასთან და სანდრო კაჭახიძესთან ერთად. საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. პრემიერის წლიური ანგარიში პარლამენტში მთავრობის მუშაობის შეფასებით დაწყებული და სხდომათა დარბაზში მომხდარი დაპირისპირებით დასრულებული პოლიტიკური დღე. ასე დაიხურა პარლამენტის საგაზაფხულო სესია. ირაკლი კობახიძემ დეპუტატების წინაშე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართულებებზე ისაუბრა. ანგარიშის დასრულების შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. იზი ბურნაძესთან ერთად გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს. ის უერთდება ახლა კურიერი PS-ის პირდაპირ ეთერს. იზი, საღამომშვიდობის, გითხარი რა გზავნილებით წარსდგა პრემიერ-მინისტრი პარლამენტში. საღამომშვიდობის. პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ვრცელი ანგარიშით მივიდა, რომელიც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებს აერთიანებდა ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირებული მაჩვენებელი, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, ოკუპაცია და სამშვიდობო პოლიტიკა. პრემიერ-მინისტრმა დეპუტატებს გააცნო ის მიღწეული შედეგები და პრიორიტეტები, რაც მთავრობას აი ამ საკითხებთან მიმართებით აქვს და ერთ-ერთ მთავარ მიღწევად პრემიერ-მინისტრმა დაასახელა ბრძოლა კორუფციასთან ბოლო 1 წლის და ამ მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. რა თქმა უნდა, ხაზი გაესვა პრაგმატული პოლიტიკის გატარების მნიშვნელობას და 14 წლიან უწყვეტ მშვიდობას, რომელიც აქვს საქართველოს და რომელიც აქვს იმ დროს, როდესაც ჩვენ ვხედავთ თუ რა გამოწვევების წინაშე დგას მსოფლიო. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევაში მთავარი როლი ითამაშა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ და ბიძინა ივანიშვილის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ და გადადგმულმა ნაბიჯებმა. ანგარიშის დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, დაეთმო ეკონომიკაზე საუბარს, რადგან ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს და საპარლამენტო ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა ისტორიაში პირველად 100 მილიარდ ლარს გადასცდა. რა თქმა უნდა, საშინაო პოლიტიკასთან ერთად საგარეო მიმართულებით პრიორიტეტებზე ისაუბრა მთავრობის მეთაურმა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საპარლამენტო ტრიბუნიდან საქართველოს მთავრობის მზაობა, საქართველოს მზად არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორული ურთიერთობა აღადგინოს და ეს ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ისმენდნენ პრემიერის ანგარიშს დეპუტატები, რის შემდეგაც სესია უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საგაზაფხულო სესია, ბოლო სამუშაო კვირა. საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის მეთაური მიდის. ირაკლი კობახიძე დეპუტატებს ტრიბუნიდან მიღწევებსა და გამოწვევებს აცნობს, რომელიც ქვეყანას აქვს. ეკონომიკური ზრდა, შემცირებული სიღარიბე, საგარეო და საშინაო პოლიტიკა, დასრულებული მასშტაბური პროექტები, სამშვიდობო პოლიტიკა და სტაბილურობის შენარჩუნება. სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის შენარჩუნება, ეკონომიკური წინსვლა, ეს იქნება მომავალში საქართველოს მთავრობის საქმიანობის უმთავრესი პრიორიტეტები. პრიორიტეტები დასახელებულია, მიზნები კი გაცხადებული, თუმცა როგორ მივიდა ქვეყანა სტაბილურობამდე. პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო ტრიბუნიდან მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობს. შიდა პოლიტიკურ რყევებსა და ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე. პრემიერი განმარტავს, რომ პოლიტიკური ვითარების სტაბილურობა ხელისუფლების სწორმა პოლიტიკამ უზრუნველყოფ. ის მიღწევები, რომლებიც აქვს საქართველოს მთავრობას ამ გასული წლების განმავლობაში, მათ შორის გასული წლის განმავლობაში საბოლოოდ არის იმ გეზის დამსახურება და იმ სწორი პრინციპების დამსახურება, რომლებიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში 2012 წლის შემდეგ. და საბოლოო ჯამში ის რომ ჩვენ გვაქვს მშვიდობა, უწყვეტი მშვიდობა 14 წლის განმავლობაში, ის რომ ქვეყანაში არის დღეს სიმშვიდე, ის რომ ქვეყანა ინარჩუნებს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ის რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკური პროგრესი, არის პირველ რიგში სწორედ ამის დამსახურება და ამ ადამიანის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. საშინაო პოლიტიკა საგარეომ შეცვალა. პრემიერი საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე საუბრობს. ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოდან კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის აღსადგენად ქვეყანა მზად არის. ყურადღების მიღმართს ევრობიუროკრატების უსამართლო მიდგომები რჩება. ჩვენი სურვილია სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ბოლო დროის განმავლობაში განვითარებული პროცესები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება. მე პირადად გქონდა სატელეფონო საარი სახელმწიფო მდივან რუბიოსთან
და ქონდა ძალიან მეგობრული და საინტერესო საუბარი ორ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობას, იცით რომ გამოწვევებით არის სავსე ეს ურთიერთობები, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სათანადოდ შესრულდეს ასოცირების შეთანხმებიდან და DCFTA-დან, ან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებები. მნიშვნელოვანი იყო ჩინეთთან მიღწეული პროგრესი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, რამდენიმე დღის წინ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ჩინეთთან, რაც არის ახალი ეტაპი სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების შემდეგ. და ეს ყველაფერი არის გამოხატული კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებში, როგორც პოლიტიკური პარტნიორობის გაძლიერებაში, ასევე ეკონომიკური კუთხით ხელშესახებ პროგრესში. ქვეყნის პროგრესს ეკონომიკური წინსვლა განსაზღვრავს, მიღწევებს კი შედეგები ადასტურებს. ისტორიაში პირველად საქართველოს ეკონომიკა 100 მილიარდ ლარს გადასცდა. 8 საათიანი მოხსენების დიდ ნაწილს პრემიერი სწორედ ამ მიმართულებას უთმობს. სამჯერ შემცირებული სიღარიბის მაჩვენებელი, გაზრდილი ხელფასი, საგარეო ვალის განახევრება, უცხოური ინვესტიციების ზრდა და პროგრესი არაერთი მიმართულებით. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გასულ წელს 2025 წელს გაიზარდა 7.9%-ით. ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა 3.9 მილიარდი დოლარით გასული 1 წლის განმავლობაში 2025 წელს, რაც არის შთამბეჭდავი აჩვენებელი. პირველად ისტორიაში საქართველოს ეკონომიკა გადასცა 100 მილიარდ ლარს და შეადგინა 104.6 მილიარდი ლარი. ასევე გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის საშუალოადიანი პროგნოზი, რომლის თანახმადაც 2026-31 წლებში საქართველოს ექნება ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, როგორც ფართო რეგიონში, ასევე მთლიანად ევროპის მასშტაბით. მთავრობის მეთაური იმ ეკონომიკურ რეფორმებსა და მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აჯამებს, რომელიც ქვეყნის განვითარების წინაპირობად სახელდება. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი ფაქტორია კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლა. ირაკლი კობახიძე ბოლო 1 წლის განმავლობაში გატარებულ რეფორმებზე საუბრობს. 1 წლის წინ საქართველოს მთავრობაში დასრულდა საკადრო ცვლილებები და ინსტიტუციური ცვლილებები, რის შემდეგაც დაიწყო ახალი ეტაპი საქართველოს მთავრობის საქმიანობაში. ამ წლის განმავლობაში თვისებრივად გაუმჯობესდა მართვის სისტემა საქართველოს მთავრობაში და ეს იყო მთავარი გარდამტეხი ცვლილება, რაც განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში ამ თვალსაზრისით. ეს საკადრო ცვლილებები ეხებოდა უშუალოდ სამთავრობო უწყებებს და მთავრობასთან დაკავშირებულ უწყებებს. მათ შორის ხაზი მინდა გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობაში შეიქმნა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც აქტიურად არის დაკავებული ხარჯების ოპტიმიზაციის უზრუნველყოფით. 2025 წელს ამ დეპარტამენტის საქმიანობის შედეგად გადაიხედა 115 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო პროგრამები და შესყიდვები, საიდანაც დაიზოგა 67 მილიონ ლარზე. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა მუშაობს სრულად გამჭვირვალედ. ყველა სამთავრობო აქტი ქვეყნდება და გამჭვირვალობა არის, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მანკიერებისგან დაზღვევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. ასევე თქვენ იცით, რომ ჩვენ ვარი ვთქვით სხვადასხვა არასწორ პრაქტიკაზე, როგორც იყო მაგალითად ქონების პირდაპირ მიყიდვის პრაქტიკა. კიდევ ერთხელ შემიძლია შევთავაზო ნებისმიერ ადამიანს, ოპონენტს თუ არა ოპონენტს, წარმოადგინონ თუნდაც ერთი ფაქტი ამ საანგარიშო პერიოდიდან. გასული წლის ივნისიდან კორუფციასთან დაკავშირებით თუ არის რაიმე ეჭვები და რა თქმა უნდა თითოეული ჩვენგანი ბოლომდე ვაგებთ პასუხს. 2 საათიან მოხსენებას 6 საათიანი კითხვა-პასუხი ცვლის. რამდენიმე საკითხი ურთიერთბრალდებების საბაბიც ხდება, მათ შორის ანექსიის თემა, რითიც გახარია საპარლამენტო გუნდი ინტერესდება. პრემიერი ოპონენტებს მათი ლიდერის ქმედებებს ახსენებს და აცხადებს, რომ გიორგი გახარიამ ქვეყანას ტერიტორიები დააკარგინა. იქნებ განმარტოთ ზოგადად როგორ უყურებთ ამ ანექსიურ პროცესს და რა ასაპირებთ იმისთვის, რომ ეს ამ პროცესს სათანადო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მისცეთ. ეთანხმებით თუ არა, ახლა რა თქმა უნდა ეს ისევ კონფლიქტს უკავშირდება იმ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ საქართველოს და ქართულ ხალხს ვინმეს მიმართ აქვს ბოდიში მოსახდელი. შეეხება ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას. ეს პოლიტიკა პრაგმატულიც არის და პრინციპულიც ერთდროულად. ეს წითელი ხაზები პირველ რიგში დაკავშირებულია, რა თქმა უნდა, ოკუპაციის საკითხთან. რეალურად პირველი ხელისუფლება ვართ 90-იან წლების შემდეგ, რომლის პირობებშიც არის უწყვეტი მშვიდობა, არ მომხდარა უცხო ძალის ტერიტორიული წარმომადგენლობის გაფართოება ჩვენს ქვეყანაში და შეჩერდა ეკონომიკური ინტერვენციაც. ეს არის ჩვენი პრაგმატული და პრინციპული
პრინციპული პოლიტიკის შედეგი. რაც შეეხება ბოდიშის თემას, ეს ომი არ დაუწყია საქართველოს და ქართულ ხალხს. ეს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა. რა თქმა უნდა, გარკვეული ფორმით შეიძლება თითოეული ჩვენგანი ვიყოთ პასუხისმგებელი იმაზე, რომ 9 წლის განმავლობაში აგენტურა მართავდა ამ ქვეყანას, ვერ შევძელით სათანადოდ დავპირისპირებოდით აგენტურას, მოღალატეებს, ვიდრე ბატონი ბიძინავენიშვილი არ შემოვიდა პოლიტიკაში, რომელიც შემოვიდა პოლიტიკაში და ერთ წელიწადში მოღალატეები და აგენტურა გაისტუმრა სახლში. გიორგი გახარიას გუნდი ისევ აქტიურობს და 20 ივნისის თემასაც ააქტიურებს. როგორ იმოქმედა გახარიამ და რა მოხდა 20 ივნისს, პრემიერი ოპოზიციას ფაქტებს ახსენებს. მაშინ იყო შტურმი პარლამენტის შენობაზე. ზუსტად იდენტური შტურმი იყო 4 შემთხვევაში. არც ერთ შემთხვევაში საჭირო არ გამხდარა ბენზინის ტყვეების გამოყენება თან იმ ფორმით, რომ თვალები დაეკარგათ ადამიანებს. ეს ყველაფერი არის თქვენი თავმჯდომარის სირცხვილი და მთლიანად თქვენი პარტიის სირცხვილი. თქვენ ამტკიცებთ, რომ თვალები კი არ დათხარა, უთავმოყარეო თავმჯდომარე ყავსო და შეინახეთ თქვენთან უთავმოყარეო თავმჯდომარე. ამ ადამიანების ზედამთვარე ამოდის ერთ ადამიანზე გერმანიაში სამარცხვინოდ გაქცეულ ყოფილ თანამდებობის პირზე, რომელმაც საკუთარ ცხენს გაასწრო საქართველოსთან. ალბათონი ვიკა ფილფანი, პირველი ახსენა ბატონი გავრილოვი, რომელიც მე და თქვენმა თავმჯდომარემ ერთად შემოვიყვანეთ საქართველოში. ეს შემიძლია გითხრათ. მაშინ ბატონი გახარია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და შეგიძლიათ მარტივად ტექნიკურად გადაამოწმოთ შინაგან საქმეთა მინისტრის თანხმობის გარეშე არის თუ არა საქართველოში შეაცვლებელი რომელიმე რუსი დეპუტატის შემოსვლა. მიზეზი რატომაც გადაწყდა გავრილოვის შემოსვლა საქართველოში ბატონ გახარიასთან ერთად იყო ის, რომ მას არ ქონდა დარღვეული კანონი ოკუპაციის შესახებ. კითხვები არ ქონდა გერა, თვითონ შემოუშვა. თვითონ გამოატარა საზღვარზე. ოპოზიციას კომპეტენციას მმართველი გუნდი უწუნებს. ქართული ოცნება სამომავლო გეგმებით ინტერესდება იმ მასშტაბური პროექტებით, რომელიც უკვე დასრულდა და რომლის განხორციელებაც ახლა მიმდინარეობს. გეგმები ძალიან ამბიციურია. ჩვენ გვაქვს კომპლექსური ხედვა და კომპლექსური გეგმა, რაც ითვალისწინებს მათ შორის ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს არის საგზაო ინფრასტრუქტურა და როგორც დღეს უკვე მოგახსენეთ, რეალურად 2031 წლისთვის თითქმის მთლიანად იქნება დასრულებული ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი გეგმა ანაკლიის სპორტის მშენებლობა, რასაც ასევე პრინციპული მნიშვნელობა აქვს, ბუნებრივია, სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისთვის, ასევე ჩვენი საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება. მთავრობის მეთაურმა კანონმდებლებს 2025 წლისა და 2026 წლის პირველი ნახევრის ანგარიში წარუდგინა. მე-11 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია კი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა. იზი დღის ბოლოს პოლიტიკური პოლემიკა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ეს კადრები ნახა ყველამ. რა მოხდა რეალურად პარლამენტში? აი სწორედ კითხვა-პასუხის შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნა ფრაქციების წარმომადგენლებმა დაიკავეს. ტრიბუნასთან იდგა გიორგი გახარიას გუნდის წევრი გიორგი შარაშიძე, რა დროსაც დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება. ჩვენ ვნახეთ კადრები, სადაც ჩანს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებას იწყებს გიორგი გახარიას გუნდის წევრი გიგა ფარულავა, რომელიც ხელს ურტყამს ქართული ოცნების დეპუტატს ირაკლი ხელაძეს, რის შემდეგაც ჩხუბში უკვე სხვა დეპუტატებიც ერთვებიან. თუმცა ვითარებაში ჩაერთვნენ ასევე მანდატური სამსახურის წარმომადგენლები, განიმუხტა რამდენიმე წუთში ვითარება და სხდომა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა. სხდომის გაგრძელების შემდეგ კი მოვისმინეთ შეფასებები კანონმდებლების მხრიდან. საპარლამენტო ტრიბუნიდან ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრა ირაკლი კობახიძემაც პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გიორგი გახარიას გუნდის წევრებს სათქმელი არაფერი ჰქონდათ და სწორედ ამიტომ გადავიდნენ ფიზიკურ დაპირისპირებაზე. ნამდვილად სამწუხაროა, რაც ვიხილეთ სხდომათა დარბაზში. აგენტურამ კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე. როდესაც შეხედეს, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდათ, გადავიდნენ უზრდელობაზე, შეურაცხყოფაზე, გადავიდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. ეს არის მათი სამარცხვინო სახე. თუმცა ქართული არამე შეცვალო, გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც არ გაქვს არც განათლება, არც ინტელექტი, არც კეთილსინდისიერება, არც პატრიოტიზმი, რთულია სხვანაირად იმოქმედება.
საკანონმდებლო ორგანოში მომხდარი დაპირისპირების გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადეს ქართული ოცნების დეპუტატებმა არჩილ გურდულაძემ და ლევან მაჭავარიანმა. მათი განცხადებით მომხდარი იყო უსიამოვნო ფაქტი, თუმცა როგორც ამბობენ, წითელი ხაზების გადაკვეთის შემდეგ თავის შეკავება აღმოჩნდა რთული, რადგან მათივე თქმით ოპოზიციამ მიზანმიმართულად გაამწვავა ვითარება. მოკლედ, ნახეთ დაპირისპირება, მოვისმინეთ ბოდიში საზოგადოების მიმართ ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან და რა თქმა უნდა მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის ანგარიში, რაც იმას ნიშნავს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტმა საგაზაფხულო სესია სწორედ აი ამ მოსმენის შემდეგ დახურა. მადლობა, ეს იზი ბურნაძე იყო. მადლობა იზი. პარლამენტში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა 2029 წლისთვის ერთ-ერთ მთავარ მიზნად სიღარიბის აღმოფხვრა დაასახელა. ამ მიზნის მიღწევას ხელისუფლება სხვადასხვა მიმართულებით გეგმავს, მათ შორის მომხმარებლებისთვის ყოველდღიური დანახარჯების შემცირების ხელშეწყობით. სწორედ ამ მიზნით ამოქმედდა ახალი ელექტრონული პლატფორმა, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს სხვადასხვა სავაჭრო ქსელში საბაზისო სასურსათო პროდუქტების ფასები და შეთავაზებები ერთ სივრცეში შეადარონ. ასე მომხმარებელი წინასწარ შეძლებს გაიგოს, სად შეიძენს აუცილებელ პროდუქტებს, უფრო ხელსაყრელ ფასად და უკეთ დაგეგმავს საოჯახო ბიუჯეტს. როგორ მუშაობს ახალი პლატფორმა? ნახეთ ლიკა ალელიშვილის რეპორტაჟი. მარტივი, სწრაფი და ხელმისაწვდომი. სწორედ ასეთია e-კალათა gov.g. სასურსათო პროდუქტების ახალი საინფორმაციო პორტალი, რომელსაც მოქალაქეები უკვე აქტიურად იყენებენ. ამბობენ, რომ ელექტრონული კალათით სარგებლობა უკვე მათი ყოველდღიურობა გახდა. ძალიან კომფორტულია ჩემი აზრით. მით უმეტეს დიასახლისებისთვის. რა თქმა უნდა, კარგია ხა როცა გაქვს ინფორმაცია წახვალე მაღაზიაში და თუ კაი ფასებია მისაღები. ტექნიკურად პროგრესულია. ხომ ძალიან კარგი. ნამდვილად კარგია, რომ სახლიდან გაუსვლელად იცოდე სად რა არის. მოსახერხებელი არის, კომფორტულია პირადად ჩემთვის. ელექტრონული კალათა სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში უყრის თავს. საინფორმაციო პლატფორმა კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ წარადგინა. ახალი პლატფორმა მომხმარებელთა ინფორმირებულობასთან ერთად მსხვილ ქსელებს შორის კონკურენციასაც გაზრდის. 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტი და ფასდაკლებები, რომელსაც ამ პროდუქტებზე 12 მსხვილი ქსელი ადგენს. ახალი გვერდი მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, რომ პროდუქტების ღირებულების მიხედვით სასურველი არჩევანი გააკეთონ. არა მხოლოდ მომხმარებლებისთვის იქნება სასარგებლოდ, არამედ ბიზნეს სექტორისთვისაც, რადგან გააძლიერებს კონკურენციას და რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის მომხმარებლებისთვის, რადგან კონკურენციის ფარგლებში ქსელური მარკეტები მუდმივად ეცდებიან, რომ კიდევ და კიდევ უფრო მიმზიდველი ფასები შესთავაზონ მათ მომხმარებელს. ფასების რეგულირების საკითხზე სამთავრობო კომისიამ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით იმუშავა. სასურსათო პროდუქციაზე ფას წარმოქმნის მექანიზმი შეისწავლა საპარლამენტო კომისიამაც. სწორედ მის დასკვნაში ასახული რეკომენდაციების საფუძველზე მსხვილი სავაჭრო ქსელები უკვე 2 თვეა მოქალაქეებს საოჯახო კალათით განსაზღვრულ საბაზისო პროდუქტებზე რეგულარულ ფასდაკლებებს თავაზობენ. ფასების შემცირების მიზნით შექმნილი სტრატეგიის ფარგლებში კი კონკურენციის სააგენტოს დაევალა პროდუქტებზე საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში ელექტრონული კალათის ფორმატში მოეთავსებინა. ეს რომ შევაჯამოთ, მოგცემს საშუალებას, რომ მაღალი კონკურენციის ფარგლებში ჩვენო მოსახლეობამ საუკეთესო ფასი მიიღოს და ჩვენი მიზანი არის, რომ ის პროდუქტების კატეგორია, რომელიც კალათაში შედის, უაღრესად მნიშვნელოვანი არის საქართველოს მოქალაქეებისთვის და მათ ყოველთვის გქონდეს საუკეთესო ფასები სუპერმარკეტებში. სასურსათო პროდუქტების საინფორმაციო პორტალი პრემიერის შეფასებით სწორედ მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული. მთავრობის მეთაურმა თქვა ისიც, რომ პლატფორმის სწორად მუშაობას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინიციატივაც გამომდინარე იქიდან, რომ შესაბამისი პლატფორმა მოსახლეობას აძლევს ფასებზე დაკვირვების შესაძლებლობას და ყველაზე დაბალი ფასების იდენტიფიცირების საშუალებას კონკრეტულ მომენტში, რაც ბუნებრივია შეამცირებს განსაკუთრებულად შეჯიბრებული მოსახლეობისთვის კალათის ფასს და შესაბამისად, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ამ პლატფორმის სწორად მუშაობას. მადლობას გადავხდი ყველას, ვინც
იყო ჩართული ამ პლატფორმის შექმნაში. პროგრამაში ჩართული მსხვილი სავაჭრო ქსელები ვალდებულები იქნებიან სააგენტოს ყოველკვირეულად მიაწოდონ ინფორმაცია საოჯახო კალათის შემადგენლობაში შემავალი პროდუქტების ფასდაკლებების შესახებ. იგეგმება სპეციალური აპლიკაციის შექმნაც მობილური მოწყობილობებისთვის, რაც მოქალაქეებისთვის ფასების შესახებ ინფორმაციის კიდევ უფრო სწრაფად მიღებას უზრუნველყოფს. და რა ხდება ოპოზიციაში? ერთობის ნაცვლად ისევ ურთიერთბრალდებები, თანამშრომლობის ნაცვლად საჯარო დაპირისპირება. გაერთიანდნენ დასაშრელად. ოპოზიციური ალიანსი პრაქტიკულად აღარ არსებობს. დაპირისპირების ეპიცენტრი კი უკვე ნაციონალურ მოძრაობაშია, სადაც ყველას აკრიტიკებს. თავმჯდომარეობისთვის ბრძოლა კი ყოველდღიურ პოლიტიკურ სანახაობად იქცა. ციხიდან გაკეთებული განცხადებები, სოციალური ქსელებით გავრცელებული პასუხები და სატელევიზიო ეთერებში გაგრძელებული პოლემიკა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ოპოზიციის მთავარი დღის წესრიგი ამჯერად შიდა პარტიული ბრძოლაა. ვინ ცდილობს გავლენის გაძლიერებას, ვინ ვის ადანაშაულებს შექმნილ კრიზისში და რა დარჩა ერთობის იდეიდან. ნახეთ ლუკა ჩანგელიას რეპორტაჟი. მე მინდა ახლა აღვიქვა ნაციონალური მოძრაობის რამდენად დიდ ნაწილს აქვს ის გაცნობიერებული, რომ ხელისუფლებაში აღარ არიან და უნდა გადავიდნენ ოპოზიციაში. ძალაუფლების დაკარგვიდან 14 წელი გავიდა. პარტიაში კი ისევ იმას არკვევენ რეალურად გადავიდნენ თუ არა ოპოზიციაში. მე ვარ იდეალისტი, მაგრამ აღმოჩნდა ძალიან ზედმეტად მიამიტი. ნაციონალურ მოძრაობაში დრო უბრალოდ გაიყინა. განახლების ნაცვლად პარტიას ხელში მხოლოდ რუსთავის ციხიდან გამოგზავნილი მანიფესტი, ეპისტოლეები და ინფანტილური წყენები შერჩა. აბსურდის წრე შეიკრა. რითი ვირუჯები, რომელია ის დამცავი მისისგან, რომელიც ასეთ ფერს მაწევს. ამჟამინდელი შიდა პარტიული ტურბულენტობა ერთ კონკრეტულ სკამს და მიხეილ სააკაშვილის ყოფილ თუ მოქმედ ფავორიტებს უკავშირდება. თინა, ანა და ნანა ახლა სამივე პარტიის თავმჯდომარეობისთვის ფაქტობრივად წესების გარეშე იბრძვის. პარტიანების პროცესი ბევრ რაღაცას ანახებს. ბუნებრივია, გულდასაწყვეტია. ჩემი შიმერიანი ცხოვრება უნდა დავუყოთ. გაირკვა, რომ ტახტზე ასასვლელად ექს-პრეზიდენტის კურთხება საკმარისი აღარ არის. მთავარი ახლა უპირობო მორჩილებაა. მე არ ვარ ნაცის ლომბო, მე ვარ მიჩისტი. ყველაფერი მას შემდეგ აირია, რაც სააკაშვილმა პარტიის ლიდერად თავისი ძველი მეგობარი და ახალი ფავორიტი ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა. თუმცა ციხიდან გამოცხადებული ნდობა ზუსტად 5 დღეში გაქრა და მკაცრი გაფრთხილებით ჩანაცვლდა. თქვენ წარმოიდგინეთ, მნიშვნელობა არ აქვს მიშას სურვილებსაც კი. მიზეზი ახალბედა პოლიტიკოსის ურჩობა აღმოჩნდა. მან მსჯავრდებული ლიდერის სურვილები უმნიშვნელოდ მიიჩნია და პირდაპირ მიანიშნა, რომ საპატიმროში მყოფი ადამიანის აღქმები შესაძლოა რეალობას აცდენილი იყოს. სააკაშვილისთვის, რომლის გამოგონილი ავტორიტეტიც პარტიის მორყეულ, თუმცა ერთადერთ საყრდენად რჩება, ეს წითელი ხაზია. ბელადმა ტრადიციისამებრ ისეთი შედარება გააკეთა, რომელიც იმდენადვე ამბიციურია, რამდენადაც კომიკური. მიშამ საკუთარ გუნდს ღიად შეახსენა, რომ ნელსონ მანდელას 30 წლიანი პატიმრობის მიუხედავად მის აზრს ყოველთვის ითვალისწინებდნენ. ჩემო ნანუკა, ნელსონ მანდელა 30 წელი იჯდა, მაგრამ მის აზრს აფრიკის ნაციონალური კონგრესი რეგულარულად კითხულობდა. და სანამ მიშა ნელსონ სააკაშვილი ახალ ფავორიტს საჯაროდ ტუქსავს, პარტიის ფორმალურად მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა საკუთარ პოლიტიკურ ფიასკოს ბრიტანული ვოიაჟით ნიღბავს. ქვეყანაში არ ვიყავი, როდესაც ჩემთვის გახდა ცნობილი მის შესახებ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი უერთდებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგებს. ის სრული სერიოზულობით ირწმუნება, რომ სანამ ლონდონში მაღალი დონის შეხვედრებს მართავდა პარტიაში გადატრიალება ისე მოხდა, არავის გაუფრთხილებია. ბოკუჩავა პასუხისმგებლობას იხსნის და აცხადებს, რომ შეკრული ხელფეხით მარათონში სირბილი შეუძლებელია. ამით კი ფაქტობრივად აღიარებს, რომ პარტიაში რეალური ძალაუფლება არც არასდროს ჰქონია. მე რომ მაგალითად თქვენ ახლა ფეხები შეგიკრათ და მოგთხოვოთ მარათონის გარბენა. და შემდგომ შედეგზე მოგთხოვოთ პასუხი. ვიქნები სამართლიანი. მეორე ფლანგზე კი ნანუკა ჟორჟოლიანის რადიკალური დღის წესრიგია. თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში მისი მთავარი დაპირება იმ ოპოზიციური ალიანსის დატოვებაა, რომელიც ისედაც დაშლილია და სადაც ნაციონალურ მოძრაობას გარიცხულად მიიჩნევენ. მე რომ ვიყო ნაციონალურ მოძრაობაში, მე აუცილებლად გამოვიდოდი იმ კოალიციიდან, სადაც თავარ ლიდერს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აგინება ყოველ დღე. ყალბი ერთობების ხელშემწყობი ნაციონალური მოძრაობა არ უნდა იყოს. ანტურაჟის შექმნა არის აბსოლუტურად მოგონილი. ნაციონალურ მოძრაობას რომ თავმოყარეობა გქონდეს, მაგ ალიანსიდან გამოვიდოდა უკვე.
ამ ერთპიროვნულმა ენთუზიაზმმა ვეტერანი ნაციონალების მოთმინების ფიალა აავსო. პარტიის ძველი სახეები ჟორჟოლიანს ღიად უპირისპირდებიან და შეახსენებენ, რომ პარტია სრული ფინანსური და სტრუქტურული კრახის წინაშეა. მათი აზრით ახლა მართვის სისტემის გადარჩენაზე ფიქრის დროა და არა პერსონალური წყენების, მოგვარების ან ახალგაზრდების მხოლოდ ასაკის გამო დაწინაურების. თანამდებობების გადანაწილებისთვის არ ფსხელა და არ ფცალია. ახალგაზრდების მენეჯმენტში მოსასვლელად ჩემი გადმოსახედიდან ბევრი ეტაპი ექნება გასავლელი. პარტიულ თანამდებობაზე საკუთარ ამბიციებს არც ანაწითლიძე მალავს. ის პირდაპირ აფრთხილებს კონკურენტს, რომ პარტიაში ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების უფლებას მას არავინ მისცემს. მით უმეტეს ისეთ საკითხზე, როგორიც ალიანსის დატოვება. გადაწყვეტილებაც არ არის რაღაც ერთი და ორი ადამიანის მისაღები გადაწყვეტილება, ეს არის პოლიტიკური საბჭოს მისაღები გადაწყვეტილება. ამ ტრაგიკომედიას შორიდან აკვირდებიან ყოფილი ნაციონალები. ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სააკაშვილის პარტიის შიდა დაჯგუფების დაუსრულებელი კინკლაობა მისთვის უკვე უინტერესოა. სხვა პარტიაში მიმდინარე საკითხების არ მაინტერესებს ზოგადად, მაგრამ როცა არის თავდასხმები, მიწევს რომ პასუხი გავცეთ. მიმდინარე პროცესს ისიც გამოეხმაურა, ვინც დღემდე ვერ მიხვდა, რომ თანამდებობის პირი აღარ არის. ხან ჟურნალისტებს იმას უწუნებს, როგორ წარადგენენ და ხალხს აიძულებს ყოფილს მოქმედი პრეზიდენტი უწოდოთ. ოპოზიცია არის საკმაოდ დაქსაქსული. თუ არა დაშლილი. ოპოზიციურ ველზე მიმდინარე ეს შიდა ომი სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკას აძლიერებს, რადგან დადასტურდა ის, რასაც ოცნების გუნდი წლების განმავლობაში ამბობდა. ქართულ ოცნებაში უკვე ღიად აცხადებენ, რომ ოპოზიცია თვით დაზიანების რეჟიმშია გადასული. ქართველი ხალხის მთავარი ამოცანა 2028 წლისთვის სააკაშვილისა და მისი დანაყოფების სრული განეიტრალება ფაქტობრივად თავად ოპოზიციის ხელითვე სრულდება. ერთმანეთი როცა არ გინდათ საზოგადოებას ვერ მოუნდები. ეს არის ძალიან მარტივი რეალობა, რომელიც აისახა 2034 წლის არჩევნებზე, 2025 წლის არჩევნებზე, 2020 წლის, 21 წლის არჩევნებზე და ამ რეალობას ვერ გასცდნენ, ხო? რაც ძალიან კარგია საბოლოო ჯამში, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფება, უცხოური აგენტურა. შესაბამისად, რაც მეტად იქნება მორღვეული ეს კოლექტიური პოლიტიკური ძალა, მით უკეთესი. ჩვენი მთავარი ამოცანა არის 2028 წლისთვის კოლექტიური ნაცმოძრაობის სრული განეიტრალება. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ძალიან გვეხმარებიან. მომდევნო ორი კვირა ნაციონალური მოძრაობისთვის გადამწყვეტია. როდესაც თავისუფალი სკამებისთვის ღია ბრძოლა მორიგ ყრილობაზე დაიწყება, გამოჩნდება, შეძლებს თუ არა პარტია კრიზისის გადალახვას. თუ სააკაშვილის კარის თამაშები ყველაზე დიდ ოპოზიციურ ძალად თვითგამოცხადებულ პარტიას საბოლოოდ დაასამარებს. პრაქტიკი ერთია, სანამ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები რუჯსა და პირად წყენებზე დაფუძნებულ ურთიერთობას არკვევენ, პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში პარტიის შიდა დისკუსიების მიღმა ვითარდება და დღის წესრიგს სხვა აქტორები განსაზღვრავენ. ბრძოლა ეგრეთ წოდებული საფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ 53 მილიონ 800.000 ლარის ღირებულების ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციის საქმე, ჩხრეკა, დაკავებები და ახალი ბრალდებები. ბათუმში ზაფხულის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. აჭარა, რომელიც ტრადიციულად ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის ლოკომოტივია, წელს ვიზიტორთა რეკორდულ მაჩვენებელსა და მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტს ელოდება. შავი ზღვის სანაპირო ზოლზე უსაფრთხოების სტანდარტებს გაზრდილი ადამიანურ რესურსთან ერთად წელს უკვე თანამედროვე ტექნოლოგიები და დრონები უზრუნველყოფენ. სანაპირო ზოლის გარდა აქცენტი აჭარის მაღალმთიანეთის ტურისტული პოტენციალის ათვისებაზეც კეთდება. როგორ ხვდება აჭარა ზაფხულის სეზონს და რა მარშრუტებს თავაზობს ვიზიტორებს აჭარის ალპური ზონა? ნახეთ ხათუნა გაგნიძის და ლუკა ჩადუნელის რეპორტაჟი. ზაფხული იწყება აქ, აჭარაში, სადაც მზე მთის კალთებში იღვიძებს და ზღვაში იძინებს. ტურისტული სეზონი რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გაიხსნა. ბათუმი არის სრულად მზად დაზაფხულო ტურისტული სეზონისათვის, განახლებული ინფრასტრუქტურით და რა თქმა უნდა, თავისი განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობით. აჭარაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ტურისტულ სეზონს ხვდება სრული მზადყოფნით. რეგიონში საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მარწესრიგის დაცვისთვის დამატებით საპოლიციო და სამაშველო ძალები უკვე მობილიზებულია.
ცხო ზღვა და ხმელეთი. აჭარის რეგიონში ამისთვის ყველაფერი მზად არის. განახლებული ტექნიკა, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაზრდილი ადამიანური რესურსი. აჭარა წელს მილიონობით ტურისტს ელოდება. ტურისტული ნაკადები მომატებულია აჭარის რეგიონში, სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან ვიზიტორები, საბატონო პოლიციის დეპარტამენტი მაქსიმალურად უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს, როგორც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, ისევე ქალაქში პრევენციული ღონისძიებების გატარებით. პროფესია მაშველი ნიშნავს სხვისი სიცოცხლის გადარჩენა. ეს არის ჩვენი პირველი სტიმული, რომ სხვისი სიცოცხლეს ვარჩევ. შავი ზღვის სანაპიროს წელს 300 მაშველი დაიცავს ადამიანები, რომლებმაც ბევრი სიცოცხლე გადაარჩინეს. დამსვენებლების უსაფრთხოებას ზღვაში მაშველებთან ერთად სანაპირო დაცვა უზრუნველყოფს. გასულ წელს სანაპირო დაცვის დეპარტამენტმა სანაპირო ზონის კონტროლის მიზნით სატესტო რეჟიმში გამოიყენა დრონები. აღნიშნულმა პრაქტიკამ ეფექტიანობა აჩვენა, წელს სიახლე ის გვაქვს, რომ ტურისტების უსაფრთხოებას გავაკონტროლებთ დრონებით. ტურისტული ნაკადები დღითი დღე იზრდება. აჭარაში ყოველდღიურად ასობით უცხოელი ვიზიტორი ჩამოდის. მე სამხრეთ აფრიკიდან ვარ. ერთი კვირა აქ ვარ. ულამაზესია აქაურობა. მოვლილი მაქვს მთელი მსოფლიო და შემიძლია ვთქვა, რომ ლამაზი ხალხია, ბევრი ლამაზი სანახაობაა და კარგად ვერთობი. სიცოცხლით სავსე ქალაქია. მე აუცილებლად დავბრუნდები. ისრაელიდან ჩამოვედი, კარგი გარემო დამხვდა, ძალიან გემრიელი სამზარეულო გაქვთ. საქართველოში ჩამოვედი, რადგან ვიცი, რომ აქ უამრავი სანახაობაა. ბათუმი საოცარი ქალაქია, ლამაზი არქიტექტურით. აქ ძალიან გემრიელი კერძები გავსინჯე, თბილი ხალხია, ძალიან მინდა ვნახო აჭარის მთები. მითხრეს, რომ ზღაპრულია. აჭარის მთები და სამთო კურორტები მართლაც ზღაპრულია. ბათუმიდან თითქმის 2 საათში ხულოს ულამაზეს მთებში აღმოჩნდებით. ეს მართლაც ჯადოსნური და საოცარი ადგილია. ყოველ ჯერზე როცა ამ ულამაზეს ხედებს ვუყურებ, სუნთქვა მეკურის და თვალებზე ცრემლები მადგება, რადგან აქ ენით აღუწერელი სილამაზია. ულამაზეს მთებში შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე დაგხვდებათ. ხიხანის ციხეს ყოველწლიურად 10,000-ობით ტურისტი სტუმრობს. ხულოდან 40 წუთში საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილზე დამსვენებლებს კურორტი გოდერძი ელოდება. აქ ცა ყველაზე ახლოს არის, ცისარტყელა ყველაზე ფერადია. აქვეა ბეშუმი, აჭარის საზაფხულო იალაღი, განსაკუთრებული ჰაერით და გრილი კლიმატით. ალპურ ქედებში მწვანე ტბა გვხვდება, ხულოს მუნიციპალიტეტის სავიზიტო ბარათი. გრილი ზაფხულის მოყვარულებს ალპური ბოტანიკური ბაღი, შავი ტბა და ულამაზესი ბუნება ელოდება. ყოველწლიურად იზრდება ტურისტების ნაკადი. გასული წლისთვის ჩვენ სტატისტიკურად დაახლოებით 70,000-ზე მეტი ტურისტი ყავდა ხულოს მუნიციპალიტეტში. წელს ვფიქრობთ, რომ 100,000 უნდა გადავაჭარბოთ. აჭარის მაღალმთიანეთი დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მხარეს უკავშირდება. აქედან სულ 48 კილომეტრში მდებარეობს გურიის ცნობილი სამთო კურორტი ბახმარო, რომელიც უნიკალური კლიმატითა და ბუნებრივი ლანდშაფტით გამოირჩევა. მოგზაურებს აჭარის მთიანეთში არაერთი ღირსშესანიშნაობის აღმოჩენა შეუძლიათ. ტრადიციული სოფლები, პანორამული ხედები და მრავალფეროვანი ბუნებრივი გარემო. მოგზაურობა კი შავი ზღვის სანაპიროზე სრულდება, სადაც სტუმრებს თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურა, კულტურული მრავალფეროვნება და ზღვისპირა დასვენების ფართო არჩევანი ხვდებათ. ნაოსნობაში ახალი წესებია. ტურისტული სეზონის გახსნასთან ერთად დაატვირთვა იზრდება წყლის ტრანსპორტზეც. 1 ივლისიდან კატერებით, იახტებითა და სხვა მცირე ზომის მცურავი საშუალებებით მგზავრების გადაყვანა ახალი წესებით დარეგულირდება. მცურავი საშუალებების მფლობელებს ტექნიკური ინსპექტირების გავლა მოუწევთ. ხოლო ისინი, ვინც მგზავრებს ემსახურება, შესაბამისი სერტიფიკატის გარეშე საქმიანობას ვეღარ შეძლებენ. ცვლილებების მიზანი უსაფრთხოების ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებაა. რა იცვლება და ვის ეხება ახალი მოთხოვნები? მირიან ბოქოლიშვილის რეპორტაჟი. ყოველწლიურად იზრდება ტურისტების გათვითცნობიერებული, ერუდირებული ტურისტთა კლასი ჩამოდის.
მტკვარი, რომელიც საუკუნეებია თბილისის ისტორიას მიუყვება, ახლა ყოველდღიურად ასობით ტურისტს და ადგილობრივს მასპინძლობს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად დედაქალაქის მთავარ მდინარეზე გადაადგილება უფრო დაცული, უსაფრთხო და კომფორტული ხდება. ამას ის რეგულაცია ითვალისწინებს, რომელიც ძალაში 1 ივლისიდან შედის. სახმელეთო წყლებზე მცურავი საშუალებები სავალდებულო ინსპექტირებას დაექვემდებარებიან. მძღოლებს კი შესაბამისი მართვის მოწმობის აღება მოითხოვება. რეგულაციები ნებაყოფლობით უკვე არაერთმა კომპანიამ დანერგა. მათ შორისაა შპს მტკვარიონი, რომელიც მდინარეზე ტურისტულ მარშრუტებს ყოველდღიურად ახორციელებს. კომპანიაში ამბობენ, რომ ახალი კანონი ხელს შეუწყობს როგორც მგზავრების უსაფრთხოებას, ისე ბიზნესის განვითარებას და დამატებით ინვესტირებას. ეს არის უნიკალური კანონი, რომელმაც მოიტანა ორი შესაძლებლობა. უსაფრთხოების მიმართულებით და მეორე ბიზნესის განვითარების მიმართულებით. თუ საქმიანობას არ გააჩნია იურიდიული საფუძველი, თუ ეს არ არის მოქცეული რაღაც კანონიერ ჩარჩოებში, ელემენტარულად მოკლებული ვართ იმ შესაძლებლობას, რომ ხელშეკრულება დავდოთ ისეთ კომპანიებთან და ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც მდიდარი გამოცდილება აქვთ. პორციასვლისას მგზავრისთვის უმთავრესი პრიორიტეტი უსაფრთხოებაა. ახალი რეგულაცია სწორედ ამ დობის გამტკიცებას ემსახურება. ახალი წესები ქვეყნის უდიდეს ტბებზე გადაადგილებასაც არეგულირებს. წესები ვრცელდება ყველა იმ მცურავ საშუალებაზეც, რომლის ზომა და ძრავის სიმძლავრე 5-ზე მეტი მგზავრის გადაყვანის საშუალებას იძლევა. მათი ექსპლუატაცია მხოლოდ კანონის ჩარჩოებში იქნება დასაშვები. მარტო ტურისტებზე არ არის დამოკიდებული, თევზაობაც არის დაშვებული კანონის ფარგლებში და ამასაც უყერია ძრავიანი საშუალებები და სრულელები არიან. პალიასტომის ტბა, სადაც წყლის ზედაპირს ხშირად მხოლოდ ნავის კვალი არღვევს, ყოველწლიურად ათასობით ტურისტს იზიდავს. სწორედ ასეთ ადგილებში, სადაც დასვენება და თავგადასავალი ერთმანეთს ხვდება, უსაფრთხოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. აქ თევზჭერა ადგილობრივებისთვის ყოველდღიური რუტინაა. ქაოსური სანაოსნო პროცესიდან გამართულ სისტემაზე გადასვლა სადავო არავისთვისაა. მძღოლების გადამზადება მნიშვნელოვანი იქნება ტურისტისთვის და ჩვენი ვიზიტორებისთვის, უფრო მიმზიდველი იქნება, რადგან უფრო დავიცავთ ჩვენ შესაბამის ინსტრუქციებს, შესაბამის უსაფრთხოებას, მიმდინარეობს უკვე რეგისტრაცია ჩვენს მიერ, მოსახლეობის მიერაც. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მონაცემებით 2020-2026 წლებში შიდა წყლებში 80 ინციდენტი დაფიქსირდა. სწორედ ამ სტატისტიკამ განაპირობა ახალი რეგულაციების ამოქმედება. ამიერიდან ყველა მცურავმა საშუალებამ რეგისტრაციამდე ტექნიკური ინსპექტირება უნდა გაიაროს. სატრანსპორტო საშუალების მმართველს კი შესაბამისი ცოდნისა და უნარების დამადასტურებელი სერტიფიკატი ექნება. ზარდი არის ინციდენტების რაოდენობა, დაახლოებით 80-ზე მეტი საშუალო და მძიმე ხასიათის ინციდენტი არის მომხდარი და ამას განსაკუთრებით მძიმე ეფექტი აქვს, მათ შორის ტურისტულ სექტორზე. ძირითადი მიზანი და დანიშნულება ამ რეფორმის არის ის, რომ საქართველოში შიდა სახმელეთო წყლებში, როგორც არის მაგალითად მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, განხორციელდეს მგზავრთა მომსახურება, ტურისტების მომსახურება სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემოში, სადაც ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იქნება დაცული. მართვის სერტიფიკატი 5 წლის ვადით გაიცემა. მის მისაღებად კანდიდატმა სპეციალური სასწავლო პროგრამა უნდა გაიაროს და შესაბამისი კვალიფიკაცია დაადასტუროს. ესეთი სრულყოფილი, ესეთი საჭირო კანონი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი პრობლემა გადაწყვიტა დღეს საქართველოში, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ და ამას მოსახლეობა გაიგებს. მომავალში რამხელა საქმე გაკეთდა, დღეს ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა. დინარეები, ტბები, წყალსაცავები, მათ ახლა ერთი საერთო წესი აერთიანებს: უსაფრთხო ნაოსნობა. იქნება ის მტკვარი თბილისის გულში თუ კოლხეთის ეროვნული პარკის მთავარი სიმდიდრე პალიასტომის ტბა. 1 ივლისიდან წყალში გასვლა ახალ პასუხისმგებლობასთან იქნება დაკავშირებული. რეგულაცია ერთი მხრივ წესრიგს ამკვიდრებს, მეორე მხრივ კი ადამიანების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას დაიცავს. სახიფათო ექსპერიმენტის გუშის სათამაშოებით. TikTok-ის მორიგი საშიში ტრენდი, რომელმაც უკვე არაერთი ბავშვი დააზიანა. ექიმების გაფრთხილება მშობლებს.
56 მილიონი აბი დანაშაულის 7 წლიანი სქემა მილიონობით ლარის უკანონო შემოსავალი და ყოფილი მაღალჩინოსნები ბრალდებულთა შორის. ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური დანაშაულებრივი სქემა, რომელსაც 2023 წლიდან იძიებდნენ, გახსნილია. დაკავებულია 17 ბრალდებული, 3-ზე ძებნაა გამოცხადებული. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯამში 31 ბრალდებულიდან ერთი ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა. კურიერი პიესი ექსკლუზიურად გაჩვენებთ გამოძიების მიერ დაყადაღებულ ავტომობილებს, საქმის მასალებში არსებულ მიმოწერებს, რომლებშიც სხვა ყოფილი თანამდებობის პირებიც ფიგურირებენ. როგორ მუშაობდა დანაშაულებრივი სქემა? ხათუნა გაგნიძე მიმოშავა ამ თემაზე. როცა ვშოვობ ნარკოტიკს ხოლმე, ერთადერთი გამოსავალი ეს იყო რა. მივიდოდი და ვყიდულობდი ნებისმიერ ფსიქოტროპულ დაშვალებას რა. რეცეპტს არ ითხოვ. ეს სააფთიაქო ნარკომანიის მსხვერპლია, ერთ-ერთი მსხვერპლი. ექიმის დანიშნულების გარეშე მიღებულმა ფსიქოტროპულმა წამლებმა ფსიქიატრიულ კლინიკამდე მიიყვანა. ჭკუიდან შემშალა, ესე ვთქვათ, ოჯახის პრობლემები. გამანადგურა მორალურად. ფსიქიატრიულში ერთი თვე ვიწექი, მშვიდად ვარ და აღარ მოვიხმარა. მსგავსი ისტორია ბევრია. კიდევ უფრო ბევრი იქნებოდა, რომ არა ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური სააფთიაქო ნარკომანიის სქემის გამოვლენა და ლიკვიდაცია. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილია მასშტაბური დანაშაულებრივი სქემა, რომლის ფარგლებშიც უკანონო ფსიქოტროპული მედიკამენტების ვაჭრობის შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მიღებული აქვთ 53 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი. ჩართული იყო სხვა უწყებებიც, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შემოსავლების სამსახური და გამოძიებას სრულად ზედამხედველობდა საქართველოს პროკურატურა. საქმეზე ჩატარდა 1000-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დევნა 54 ფიზიკურ და იურიდიულ პირზე დაიწყო. ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის, მიღებული შემოსავლის ლეგალიზაციის და უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე. 17 პირს ხელბორკილი დაადეს. 3 სავარაუდო დამნაშავე მიმალულია და ეძებენ. 11-ს გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო ბრალი პატიმრობის გარეშე წაუყენეს. აღნიშნული დანაშაულებრივი სქემა წარმოადგენდა სწორედ საქართველოში სააფთიაქო ნარკომანიას. ორგანიზატორები, მფარველები და შემსრულებლები. გამოძიების ინფორმაციით დანაშაულებრივი სქემის ზედარგოლის წარმომადგენლებმა მილიონობით ლარის უკანონო შემოსავალი მიიღეს. მაშინ, როდესაც ფარმაცევტები ამავე სქემაში მონაწილეობისთვის დღეში მხოლოდ რამდენიმე ათეულ ლარს იღებდნენ. 2018-2025 წლებში ნარკოტიკად გამოყენებული ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო ბრუნვამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დააზიანა. 2018-2025 წლებში რეალიზებულია 56 მილიონზე მეტი პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფსიქოტროპული მედიკამენტები ყოველგვარი რეცეპტისა და ნებართვის გარეშე. 7 წლის მანძილზე ორგანიზებულმა ჯგუფმა მილიონობით აბი გაყიდა. სამართალდამცველებმა უკანონო სქემიდან მხოლოდ ნაწილის ამოღება შეძლეს. ეს წამლები ახლა საქმის მასალებში ნივთმტკიცებულებაა. აღნიშნულ დანაშაულებრივ სქემას ხელმძღვანელობდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტის იმპორტიორი კომპანიის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც ახორციელებდნენ უცხოეთიდან პირველ ჯგუფს მიკუთვნებული მედიკამენტების იმპორტს. მედიკამენტები მიეწოდებოდა ეგრეთ წოდებულ დამწერ ფარმაცევტულ ავტორიზებულ კომპანიებს. ფაქტობრივი ნაშთები აღნიშნულ ფარმაცევტულ კომპანიებში 2-3 დღეში ქრებოდა. ბრალდების თანახმად ფსიქოტროპული მედიკამენტები საქართველოში იმპორტიორ კომპანიებს ნეტფარმას და ნიუ ჯორჯია 555-ს შემოჰქონდათ და მოკავშირეების მიერ დაარსებულ ფარმაცევტულ კომპანიებზე ყიდნენ. იქიდან კი შავ ბაზარს ამარაგებდნენ. ხშირად არაბრენდულ უბნის აფთიაქებს და სავაჭრო ობიექტებს, სადაც რეცეპტს არავინ ითხოვდა. კურიერი პიესის მიერ მოპოვებულ კადრებში სწორედ ეს პროცესია ასახული. ვინ იდგა დანაშაულებრივი სქემის სათავეში უკვე ცნობილია. მიხეილ ჩოხელისა და დავით სამუშიას კომპანიები იყვნენ საქართველოში ის კომპანიები, რომლებიც ახორციელებდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს. მიხეილ ჩოხელის გვარი წლებია ყოფილ გენერალურ პროკურორთან ოთარ ფარცხალაძესთან ერთად გვხვდება. ჩოხელი ძებნილია ის კოლ-ცენტრების საქმეშიც ფიგურირებს. ახალი ბრალიც დაუსწრებლად გააცნეს. თუ
თუ რაიმე განახორციელა მიხეილ ჩოხელმა განახორციელა მხოლოდ და მხოლოდ კანონის დაცვით. თბილისის ცენტრი მიცკევიჩის ქუჩა. ეს მიხეილ ჩოხელის ფარმაცევტული კომპანია ნეტფარმას ოფისია. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ აქედან იმართებოდა ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური საფთიაქო ნარკომანიის დანაშაულებრივი სქემა. გამოძიების ინფორმაციით, ჩოხელის კომპანიას მფარველები ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოში ჰყავდა. ერთ-ერთი ამ სააგენტოს ინსპექტირების სამმართველოს ყოფილი უფროსი ნანა შაშიაშვილი იყო. კურიერი პიესმა საქმის მასალებიდან ჩოხელსა და შაშიაშვილს შორის მიმოწერები მოიპოვა. მიშკა როგორ ხარ? ნეტის GDP-ის თემა ამოწია ინსპექტირებამ. კომისია დაიბარეს და თავიდან იწყებენ გადამოწმებას. მგონი ჩარევა გჭირდება. ვინ აქტიურობს და ვინ დაიბარა? გოგოებმა დამერეკეს, დაგვიბარეს და გვაკაჩავესო. ხუჭუამ და ლებანიძემო. რამდენად სწორად გაეცით GDP-ო და ზეწოლად თუ გქონდათო. მადლობა, არიდარდო მივხედავ. ჩვენ შეთანხმებული მაქვს პოლიციას ჩვენ კომენტარს არ ვაკეთებთ. დაკავებულის ადვოკატს საუბარი არ სურს, პროკურორი ბრალდების არსს განმარტავს. გამოძიებით ადგენილი არის, რომ შპს ნეტფარმა საქართველოს ჰქონდა დარღვევები, თუმცა იმ გარემოების ხედველობაში მიღებით, რომ ნანა შაშიაშვილი პირდაპირ დაკავშირებული იყო დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან, მათ შორის მიხეილ ჩოხელთან, მან გასცა მაინც სერტიფიკატი აღნიშნულ კომპანიაზე. კიდევ ერთი ბრალდებული ყოფილი თანამდებობის პირი ირაკლი მხეიძეა. ის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მანამდე კი რეგულირების სააგენტოს დირექტორი იყო. ბრალდებული სკამზე ნანა შაშიაშვილთან ერთად მძიმე ბრალდებით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აღმოჩნდა. თბილისი დიდუბე სამტრედიის ქუჩა ეს ერთ-ერთი ლოკაცია, სადაც ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაცია ხდებოდა. რეცეპტის გარეშე გაყიდულია 2.800.000-მდე ფსიქოტროპული მედიკამენტი. ამ დარღვევაზე რეაგირება ირაკლი მხეიძეს ევალებოდა. მისმა სააგენტომ საგამოძიებო უწყებაში გასაგზავნად წერილიც მოამზადა, თუმცა საბოლოოდ მხეიძემ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა და რეაგირებაც არ მოხდა. ეს არ ნახორციელებულა მისი მხრიდან, იქიდან გამომდინარე, რომ ის დაკავშირებული იყო დანაშაულებრივი ჯგუფთან და მისი მიზანი იყო, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოში იმპორტირებული ფსიქოტროპული მედიკამენტები მოხვედრილიყო იყო სამოქალაქო ბრუნვაში უკანონოდ. კურიერი პიესმა ძვირადღირებული მანქანების კადრებიც მოიპოვა. გამოძიების მტკიცებით, ეს და სხვა უძრავ-მოძრავი ქონება ბრალდებულებმა საფთიაქო ნარკომანიით მიღებული თანხით იყიდეს. ახლა ყველაფერი დაყადაღებულია. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ქონება სახელმწიფოს გადაეცემა. საგამოძიებო სამსახური კვლავ გააგრძელებს აქტიურ და მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას მსგავსი კატეგორიის დანაშაულების მიმართ. მოცემულ საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება, შესაძლებელია გამოიკვეთოს სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც. უკვე დაკავებულ ფარმაცევტებს, აფთიაქების მფლობელებს და ყოფილ თანამდებობის პირებს 9-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ერთი შეხედვით ეს მხოლოდ ბავშვების გასართობი თამაშია, თუმცა TikTok-ში გავრცელებულმა ახალმა ტრენდმა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უკვე არაერთი ბავშვი დააზიანა, თანაც საკმაოდ მძიმედ. ექსპერიმენტი, რომელიც ეგრეთ წოდებული სქვიშის სათამაშოს ჯერ გაყინვას და შემდეგ მიკროტალღურ ღუმელში გაცხელებას გულისხმობს, მძიმე დამწრობებითა და ხანგრძლივი მკურნალობით სრულდება. ტრენდი ქართულ ბავშვებშიც პოპულარულია, თუმცა საქართველოში დამწრობის შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა. რამდენად სახიფათოა ერთი შეხედვით უწყინარი სათამაშოს არამიზნობრივი გამოყენება. მარიკა გოცერიძის რეპორტაჟი. სახიფათო თამაშის ეს კადრები ერთ ამერიკულ ოჯახში სამზარეულოში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. პატარა დებმა ეგრეთ წოდებული სქვიშის სათამაშო ჯერ მაცივარში გაყინეს, შემდეგ მიკროტალღურ ღუმელში გააცხელეს. ღუმელიდან გამოღებისას კი გახურებული ჟელესებრი მასით სავსე სათამაშო გასკდა და 7 წლის სკარლეტმა უმძიმესი დაზიანებები მიიღო. ირკვევა, რომ ამგვარი გართობისკენ ბავშვებს სოციალურმა ქსელებმა უბიძგა. პატარა გოგონებმა გაიმეორეს ტრენდი, რომელმაც უკვე 10-ობით პატარა დააზიანა. დაზიანებების შემთხვევა საქართველოში არ ყოფილა, თუმცა ტრენდი ქართულ ბავშვებშიც აქტუალურია. კონკრეტული სათამაშოს მიერ მიღებული დაზიანებებით პაციენტი საბედნიეროდ არ ყოლია, თუმცა მთელ მსოფლიოში არის გავრცელებული მსგავსი ეგრეთ წოდებული ჩელენჯი და გამოწვევა. ლავას შევადარებდი მოხვედრა პატარა ბავშვის სახეზე და ქუთუთოებზე და თვალზე, ეს არის ფაქტიურად კატასტროფა. სახის ღრმა დამწრობა ყოველთვის არის ძალიან
ისეთი სენსიტიური თემაა, იმიტომ რომ არა მარტო თქვა ესთეტიური, ასევე ფუნქციური, ძალიან ბევრი ფუნქციური ადგილი არის ხმადაზიანებას თანახმად ჭრილობის დანაწილება და შემდგომში არაერთ თუ იშვიათად რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაციების ჩატარება. თვალის დაზიანება, ქუთუთოების ფუნქციის დაზიანება, ცხვირის ტუჩის ფუნქციის დაზიანება და ასე შემდეგ აღარაფერი არ ვთქვათ ინვალიდიზაციას. თითქოს უწყინარი გართობისას მიღებული დაზიანების გართულებების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. რისკის გათვლა კი შეუძლებელი. პედიატრები ყურადღებას თავად სათამაშოს არამიზნობრივ გამოყენებაზე, შემადგენლობასა და ხარისხზე ამახვილებენ. სათამაშოები მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, სხვადასხვა ფასიანი, სხვადასხვა ხარისხის, სხვადასხვა ფორმებით, შესახედავად ვიზუალურად მიმზიდველია ნამდვილად, რბილია უბრალოდ და ნერვულ სისტემას ამშვიდებს. თუმცა, რომელიც არის მაღალი ხარისხის დამზადებული, ყველას ეწერება ინსტრუქციაში, რომ საშიშია მაღალი ტემპერატურის პირობებში ამათი გადახურება. და რატომ? შიგნით შედის ჟელესმაგვარი ნივთიერება, რომელიც შეიცავს ფორმალდეჰიდის მსჯავრას და ასევე შეიცავს ტალატებს ორივე მსჯავრა. გააცხელების შედეგად თუ რამდენიმე წამი თუ წუთი არის საჭირო, სკდება, როგორც ცხელი სითხის გამო გამოიწევს კანის დამწრობას და ამის გარდა გამოიწევს ქიმიურ დამწრობას, რომელიც ბევრად უფრო ღრმა არის. გარდა ამისა, აფეთქების დროს შესუნთქვა ხდება და სასუნთქიზების დამწრობაც შესაძლებელი მოხდეს. ამიტომ საკმაოდ საშიში ტრენდია. სათამაშო ასე გამოიყურება. ჟელესებური მასა არის სხვადასხვა ფორმის რბილ კაფსულაში და მარტივად იღებს სხვადასხვა ფორმას. ბავშვთა ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ტრენდისგან დამოუკიდებლად თავად სენსორული სათამაშოები საკმაოდ ფუნქციურია და მას თერაპიული დანიშნულებაც აქვს. ეს ნივთები ძალიან კარგად აკმაყოფილებს ტაქტილური შეგრძნებების მოთხოვნილებას, ხომ მას აქვს სხვადასხვა ტექსტურა, შეხება. ზოგიერთი ბავშვისთვის შეიძლება ქონდეს ძალიან კარგი ეფექტი იმ მხრივ, რომ აი ამ ფოთვისგან სამუხტად ძალიან ეფექტურია. იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე ბავშვები ნაკლებად ეხებიან გარემოს და ნაკლებად თამაშობენ იგივე ტალახში და ასე შემდეგ, ეს გახდა რაღაცნაირი აღმოჩენა, ხო, რომ ეს არის რაღაცას ეხები, შენს ხელებში ისეთ ფორმას იღებს, როგორც შენ გინდა მიიღოს და შესაბამისად ეს ხდება ძალიან მიმზიდველი. თავისთავად ახლა ჩვენს თერაპიულ პროცესში ძალიან ეფექტურად ვიყენებ. არანაირად არ არის ეს დამაზიანებელი ბავშვისთვის თუ აი ამ ტიპის რაღაც ექსპერიმენტები არ შემოვა, რომელზეც საერთოდ არანაირი ინფორმაცია მათ არ აქვს. სპეციალისტები თვლიან, რომ ექსპერიმენტის რისკების შესახებ ბავშვებმა უნდა იცოდნენ და მოუწოდებენ მშობლებს, პატარებს საფრთხეები განუმარტონ. რასაც ისინი ახორციელებენ, ამ ქცევის შედეგების წინასწარ განსაზღვრა მათთვის ძალიან რთულია, იმიტომ რომ თუ კი ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ძაფრის შეგრძნება მიიღონ და აღიარება მიიღონ თანატოლებისგან, ხო, ამაზე ფიქრი ძალიან გვიან მოდის, ფაქტობრივად არც მოდის. არც კი დაფიქრდება ამაზე, პირდაპირ გადავაცდის, გადაიღებს იმისთვის, რომ ეს გაავრცელოს მერე სოციალურ სივრცეში და იგივე რეაქცია მიიღოს სხვებისგან. ჩართულობა ზრდასრულების ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა იცოდეს გარემომ ბავშვები რა დროს ატარებენ სოციალურ ქსელში, რა ტიპის შინაარსებს უყურებენ და ასევე მნიშვნელოვანი არის მათთან დიალოგი. და ამ დიალოგში ოღონდ ეს დიალოგი არ უნდა იყოს რაღაცნაირი მორალის კითხვის პოზიციიდან, არამედ ეს უნდა იყოს მეგობრული დიალოგი ძალიან და მათთან აი ამ მეგობრულ თანასწორ დიალოგში უნდა გაჟღერდეს აი ამ საფრთხეებზე, თუნდაც პრევენციის მიზნით. ეს ვნახე და მოდი განვიხილოთ ახლა აი აქ რა ტიპის რისკები შეიძლება იყოს, რომ შენ იცოდე და ან სხვების გავლენის ქვეშ არ მოექცე, ან შეგეძლოს რო თქვა არა. ახალი საშიში ტრენდის გამოუსწორებელი შედეგების თავიდანაცილება შესაძლებელია. სათამაშოების მხოლოდ დანიშნულებისამებრ გამოყენებით და ექსპერიმენტებზე უარით. სპეციალისტების რჩევების გათვალისწინებით კი მთავარი საფრთხეების შესახებ ბავშვების ინფორმირებაა. ორი სამშობლო, ერთი იდენტობა და წლები, რომლებიც სამშობლოს სიყვარულს ვერაფერს აკლებს. დღეს წმინდა მიწაზები მოგზაურებთ ისრაელში და შეგახვედრებთ ადამიანებს, რომლებმაც საქართველოსთან კავშირი არ გაწყვიტეს. დღეს ქართველი ებრაელები ისრაელის სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ, მაგრამ ქართული ენა, ტრადიციები და სამშობლოსთან ემოციური კავშირი კვლავ მათი ყოველდღიურობის ნაწილია. ბათიამი, აშდოდი, აშკელონი, თელ-ავივი, ქალაქები, სადაც საქართველოსთან ჩასული ებრაელების ცხოვრება ხშირად ომსა და მშვიდობას შორის გადის. მარიამ შანშიაშვილის და ზურაბ ნერგაძის რეპორტაჟი. უძველესი იუდეის სამეფოს გულში სამი დიდი მონოთეისტური რელიგიის უმნიშვნელოვანესი სიწმინდეებია თავმოყრილი.
აღთქმულ მიწაზე ებრაელები, მუსლიმები და ქრისტიანები ერთმანეთის მხარდამხარ ლოცულობენ. ლოცულობენ მშვიდობისთვის. ამ მიწაზე მშვიდობას განსაკუთრებული ფასი აქვს. ლოცულობენ ქართველი ებრაელებიც, ორი სამშობლოსთვის და ერთი მიზნით, იყოს მშვიდობა. წმინდა მიწის შვილები საქართველოში რომ დაიბადნენ, გაიზარდნენ, საუკეთესო წლებიც აქ გაატარეს და მერე ისტორიულ მიწა-წყალს დაუბრუნდნენ. უძველესი წყაროებით ებრაელები საქართველოში მაშინ დასახლებულან, როცა ნაბუქოდონოსორს იერუსალიმი დაურბევია. ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების პროცესი გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო. ყველაზე მასშტაბური ალია საქართველოდან 1990-იან წლებში განხორციელდა. აწლეულები გავიდა, მათ არც ქართული ენა დავიწყებიათ, არც ტრადიციები. კვლავ ცოცხალია ბავშვობის მოგონებები და არც სამშობლოს მონატრება გამქრალა. ჩვენ ისრაელს და საქართველოს გავამარჯვეთ. საერთო წარსული მათ ერთმანეთთან კიდევ უფრო აკავშირებს. ახლა უკვე ისრაელში დაბადებულ შვილებსა და შვილიშვილებს ასწავლიან ქართულ ენას. როგორც ისრაელი, ისევე განუყოფელია ჩემთვის საქართველო. შვილიშვილმა, რომელიც ერთი სიტყვა არ იცის ქართულად, 2 საათში დაჯდა და მთელი ქართული ამბანი შევასწავლე. აქ ცოცხლდება დრო, რომელიც ერთ დროს საქართველოში გაჩერდა. ქალაქ ბათიამის ამ ქუჩაზე პატარა საქართველოა. ქართულ ებრაული თემის წევრები საქართველოზე შეყვარებული დიდი გულებით დღესაც ერთმანეთით ცხოვრობენ. ხშირად იკრიბებიან სუფრასთან, შეხვედრები მოგონებებით, ოჯახური ისტორიებითა და ქართული ტრადიციული კერძებით არის სავსე. ძალიან მიღებულია ნიგზიანი ბადეჯანი, ხინკალი. მიყვარს საქართველო. ჩემი გვარი და სახელი არის პროფესორი მერი ბახანაშვილი. ეს იმას ნიშნავს, რომ შერჩენილი მაქვს ქართული ჩემი წინაპრების მამის გვარი და ვარ ისრაელის მოქალაქე. ისრაელის მოქალაქეობა რომ მივიღე, ჩავამართე საქართველოს მოქალაქეობა და თავიდან აღვიდგინე. რატო აღვიდგინე? იმიტომ რომ მე ვარ ქართველი, რასაც ხაზი გაუსვი და რწმენით ებრაელი. ყველაზე პატარა ჩემი შვილიშვილი არის 6 წლის. ის გამართულ ქართულს საუბრობს. და მე მინდა რომ ეს გაგრძელდეს. ეს დაბომბვები იყო. ბომბა რო დავარდნილა, ხო? 1 საათში, საათნახევარში, 2 საათში რო გაიარო, თითქოს და არაფერი ყოფილა. ერთმანეთსაც აძლიერებენ და საქართველოდან ახლა ჩასულ ქართველ ემიგრანტებსაც ეხმარებიან. რას ვეტყვი ჩემ საქართველოს და მე ყოველდღე ვეუბნები ჩემ საქართველოს, რომ ჩვენ ვართ ძალიან ძლიერები სიტყვით, საქმით და ფიქრებით. სამშობლო საქართველო, შენი რთული. იქნებით. ამ ქვეყანას ციდან ეგრეთ წოდებული რკინის გუმბათი, მიწაზე კი ძლიერი არმია იცავს. აქ ვითარება დრო და დრო იძაბება, ცხოვრობენ ომისა და მშვიდობის ზღვარზე. თუმცა აქ ისრაელის მოქალაქეებმა კარგად იციან, როგორ უნდა იმოქმედონ განგაშის გამოცხადების დროს. თავდასაცავენ, იბრიტულად ამბობენ მამადი. როდესაც იბომბება, აქ უნდა შევიდეს ყველა. ეს არის მერამდენი სართული. ეს არის მეოთხე. მოშე ბოთერაშვილიც 13 წლის იყო, როცა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდა. დღეს ის მეუღლესთან ერთად ზღვისპირა ქალაქ აშტოდში ცხოვრობს. ჩვენთან იყო სტუმრად შიმონ პერესი ოჯახში და სახსოვრად დაუტოვა. 25 წელია, რაც ქალაქის საბჭოს წევრია. იყო აშდოდის ვიცემერი, დაარსა ქართული სახლი და აქტიურად მუშაობს ისრაელში ქართულ ებრაული სათვისტომოს გაძლიერებისთვის. მე ვაკეთებ 22 წელიწადი ქართულ ებრაელთა დღეს, სადაც თითქმის 80% ჩამოდის საქართველოსთან მომღერალი. საქართველოს მის დღემში არ დაგვივიწყია და არც დავივიწყებ. ებრაელებმა იმიტომ იხურავდნენ კუთ, რომ გემერჩიათ ებრაელი სხვა ერებიდან. შაბათ არ უნდა იმუშაონ, ებრაელმა ხალხმა უნდა დაისვენოს. ამ
მივდით საკონცერტო დარბაზშიც პატარა საქართველოა. ისრაელში მცხოვრები და საქართველოდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩასული ქართველი ებრაელები იმისთვის შეიკრიბნენ, რომ მადლობა ეთქვათ ლია გრიხელისთვის, რომელსაც 80 წლის იუბილე შეუსრულდა. პედაგოგი ღირსების ორდენის კავალერი, ადამიანი, რომელსაც ქართულ ებრაული ურთიერთობების გამტკიცებისა და ხიდების მშენებლობის საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის. გაიცანით თქვენი შვილები. ამ სახელწოდების პროექტს ხელმძღვანელობდა 10 წლის განმავლობაში და ქართულ ებრაულ თემში არაერთი ახალგაზრდის წარმატებას შეუწყო ხელი. ვინც ივრითი არ იცოდა, ყველას ასწავლა. სიზმარშიც არ მოველოდი. დიდი აღიარება. მე ვფიქრობ, რომ ცოტა გაზვიადებულიც კი. ძალიან დიდი აღიარება ქალაქის მერიამ იკისროს ეს თავის თავს. ქალბატონი ლია გრიხელი ეხმარება ბევრ ხალხს, ახალ ჩამოსულ ხალხს ისრაელში და რა თქმა უნდა ანვითარებს ჩვენ კულტურას, ქართულ კულტურას და ბევრ სიკეთებს აკეთებს. იუბილეს ესწრებოდა მსოფლიო ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი. ძალიან ძლიერი ქალბატონი, ძალიან ბევრ რამე შეძინა ხალხსაც, ერსაც და წამსრომ მომავალ დაობასაც. იყო მილოცვები და მადლობის წერილები საქართველოდანაც, ქვეყნიდან, სადაც ლია გრიხელი დაიბადა და გაიზარდა. თუ რამ კარგია ჩემში, იმიტომ რომ იმიწაწყლიდან ბევრი კარგი წამოვიღე. გაუმარჯოს ჩემ საქართველოს, გაუმარჯოს და შვიდობიანად მეყოლოს ჩემი მშობელი, ჩემი ისტორიული სამშობლო ისრაელი. საღამოს ყველაზე ემოციური ნაწილი მაშინ დაიწყო, როცა სცენაზე შვილიშვილები ავიდნენ და ბებიას იუბილე მიულოცეს. ეს საღამოც იმ დიდი ისტორიის ნაწილია, რამაც ორი ერის 26 საუკუნოვანი მეგობრობის ისტორია შექმნა. ქართველი ებრაელებისთვის საქართველო კვლავ რჩება მშობლიურ სახლად, კავშირად, რომელიც მათ მომავალ თაობებსაც უნდა შეუნახონ. კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ცენტრად ქცეული საქართველოს დედაქალაქი, ცნობილი ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ახალგაზრდა მუსიკოსები და მსოფლიო დონის დირიჟორები ერთ სცენაზე თორაძეების საერთაშორისო მუსიკალურმა ფესტივალმა გააერთიანა. ფესტივალი, რომელიც დავით და ლექსო თორაძეების ხსოვნას ეძღვნება, წელს უკვე მეოთხედ გაიმართა. კონცერტებთან ერთად ფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილი მასტერკლასები და ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების მხარდაჭერა. სწორედ ამ მიზნით წელს კიდევ 5 ახალგაზრდა მუსიკოს თორაძის ფონდის სტიპენდიები გადაეცა. ანი გენებაშვილი მოგიყვებათ. ზოგჯერ მუსიკა მეხსიერება, ემოცია, დროის მიღმა დარჩენილი ხმა, რომელიც ჩვენი დროის მუსიკოსებს ერთმანეთთან აკავშირებს. თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ის სივრცეა, სადაც მუსიკა მოგონება კი ცოცხალ ისტორიად იქცევა. ფესტივალი ყოველწლიურ მუსიკალურ ტრადიციად იქცა. წელს მეოთხედ ჩატარდა და მსოფლიოში აღიარებულ კლასიკური მუსიკის შემსრულებლებს სხვადასხვა ქვეყნიდან უმასპინძლა. ეს არის მთავარი ფესტივალში, რომ ჩვენ შევძლოთ, რომ ახალგაზრდებს მივცეთ ინსპირაცია და мотивация იმისა, რომ მუსიკას ემსახურონ. ლექსო თორაძე, კომპოზიტორ დავით თორაძისა და მსახიობ ლიანა ასათიანის ოჯახში დაიბადა. შემოქმედებითი გზის დასაწყისში მამა, დავით თორაძე, ცნობილი კომპოზიტორი, მისი მთავარი მასწავლებელი. გაიზარდა განსაკუთრებული რეპუტაციის მქონე ოჯახში, სადაც მუსიკა და ხელოვნება უმთავრესი იყო. მამა იყო უდაოდ რაღაცა საოცრად დაჯილდოვებული ადამიანი ნიჭით. იმიტომ რომ თქვენ თუ წარმოიდგენთ რომ 26 წლის ახალგაზრდა ბიჭს უკვე გორდა ქონდა დაწერილი. ყოველი სტუდენტი იყო როგორც მისი საკუთარი შვილი. ასევე ლექსომ გააგრძელა მამას ცხოვრება. დედას ძალიან დიდი როლი ჰქონდა ლექსოს ცხოვრებაშიც და მინდა გითხრა რა თქმა უნდა, ქალიშვილის ცხოვრებაში. ლექსო 9 წლიდან უკრავდა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ვიდრე მსოფლიო დიდ შემსრულებლად აღიარებდა, თავისუფლების ძიებაში მოსკოვიდან ამერიკაში გადავიდა. მისი ყოველი კონცერტი საკუთარ თავთან შეჯიბრი იყო. არასდროს იმეორებდა იმას, რაც ბევრჯერ ჰქონდა შესრულებული. ჰქონდა შეგრძნება, რომ რამე შველება ლექსო რო აღარ მეყოლება და როგორ უნდა შეივსოს ეს ჩემი ცხოვრება და გამოვიდა რომ ახლა წავიდა და იქედან ყველაფერს
თავის ადგილას მილაგებს თვითონვე. ისე რომ აი ესეა. შრომით და უსაზღვრო ფანტაზიით მსმენელის გულს ადვილად იმორჩილებდა. ყოველი შესრულება ახალ გაელვებას გავდა. ბუკი მსოფლიოში რომელიმე ორკესტრი არის თითქმის ლექსოს ყველასთან დაკრული აქვს. თუ კი რომელიმე დიდი დირიჟორი იყო იმ პერიოდში ლექსოს ყველასთან დაკრული აქვს. დაწყებული რასტრაპოვიჩით და დამთავრებული, ნუ რა ვიცი, ვალერა გიორგიევთან, რომელთან ერთადაც მას მთელი ცხოვრების კარიერა აქვს გატარებული. ის რაც გულში ჰქონდა, ფორტეპიანოზე გადაჰქონდა. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც. არ იყო სახლში 8 წელი და რო ჩამოვიდა, დაუბრუნდი სახლში. მერე რაღაცა ესე მახსოვს დავხურეთ. ესე იგი კარგად დაუკარითო, ესე იგი თავის როიალს ეფერება. ნაწერები კიდევ ბევრ სხვა როიალებზეც აღმოჩნდება. ლექსო თორაძის გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ მისი დაწყებული საქმე უნდა გაგრძელებულიყო. ნიჭიერ ახალგაზრდებს განვითარების შანსი უნდა ჰქონოდათ. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იდეა დიდ საქმედ იქცა. მიღარია რომ ამ ფესტივალთან მაგ საერთო მის დაფუძნებასთან და მის განვითარებასთან დასაკვირველია მადლიერი ვარ იმ ადამიანების, ვინც დგან სცენაზე და ვინც ისეთ კონცერტებს აკეთებენ, რომ მთელი მართლა საქართველოს და თბილისს ახარებენ და რეგიონებშიც გადიან და ახალგაზრდებისთვის ძალიან დიდი საქმე კეთდება. გულანთებული მსმენელი, მრავალფეროვანი მუსიკა, მასტერკლასები, საგანმანათლებლო პროგრამები დამწყები მუსიკოსებისთვის, სავსე დარბაზები, დაუვიწყარი ემოციებით დატვირთული 20 დღე ახალგაზრდა შემსრულებლებისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. განსაკუთრებული პიროვნება და არაჩვეულებრივი პედაგოგი ედი შერსავისკი ასრულებს მართლაც ძალიან დიდი ხნის ნანატრ დავით თორაძის საფორტეპიანო კონცერტს, რომელიც ასევე მუსიკალურად ძალიან საინტერესოა, ქართული მოტივებით, თანამედროვე მუსიკის მოტივებით და მაესტრო ჯანანდრიანოზე და რომელიც ნებისმიერ ამპლუაში, ნებისმიერ კომპოზიტორთან მუშაობის დროს გამორჩეულია და დასამახსოვრებელია, მაგრამ დავით თორაძის მუსიკის შესრულების დროს გია ყანჩელის ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად და ედი შერსავისკისთან ერთად მართლაც კიდევ ერთი განსაკუთრებული კარი გააღო. საერთოდ ფესტივალი ეს შესანიშნავი წამოწყება, იმიტომ რომ ეს ის ოჯახია, რომელმაც ძალიან დიდი ადგილი დაიკავა ჩვენს ცხოვრებაში, კულტურაში და ბატონი დავით თორაძე იყო კომპოზიტორი, კი არის კარგი პიროვნება იყო და ძალიან ახლობის ვიყავი. ახალგაზრდები მას უნდა იცოდნენ ვინ იყო. შეუფასებელია დავით და ლექსო თორაძეების პედაგოგიური ღვაწლი. მათი მოსწავლეები დღეს მსოფლიოში აღიარებული პიანისტები არიან. მათ დაწყებულ საქმეებს დღეს ნინო თორაძე აგრძელებს. დარწმუნებული ვარ, რომ გუგულისაც და ლექსოსაც და მინდა გითხრათ ლიანასაც თავიანთი ჯილდოები აქვთ მიღებული. ჩემი ჯილდო არის ის, რომ მე ეგეთ ოჯახში დავიბადე. ისთვისაც მე უაღრესად მადლიერი ვარ ნამდვილად. კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება მხოლოდ სცენასა და მუსიკას არ უკავშირდება. მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ისტორიული სოფლები, ტრადიციული არქიტექტურა, უნიკალური ბუნება და ცხოვრების ის წესია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. სწორედ ამ ფასეულობების შენარჩუნებასა და მათ თანამედროვე შესაძლებლობად გარდაქმნას ცდილობენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში. გიორგი ქორქია სოფელ საკრავლოსა და უცნობ კანიონს გაგაცნობთ. სოფლის სიჩუმეს მხოლოდ ეს ხმა არღვევს. ძველი ოდასახლის აშენება ფაქტობრივად დამთავრებულია. დარჩა მხოლოდ აივნის მოაჯირი და კიბე. ანზორ კობახიძე სოფელში ცნობილი ხის ოსტატია და ბაღდათიდან საკრავლოში ამოტანილ საუკუნოვან სახლს ნელ-ნელა აწყობს. ძველი ხით ნაშენები ნაგებობები აქაურობას განსაკუთრებულ ხიბლს ძენს. ეს სახლები ისე აწყობილი. შეიძლება რომ დააშენის დროს ნომრებს დააწერ ყველა იმ ფიცარს რომელიმე ხარის არის, რომელი ყურე სად არის, ყურე ხო 4 ყურე ხო სახს. იმ ნომრის მიხედვით დაარღვევ, დააწყობ და მანქანით გადმედან და ეწყობ ადგილზე. რაღაც საჭიროა 5 დღე დაშლას, მე აქ ამას მოწყობა ხო უნდა ძილ, სვეტების გაკეთება, სადაც 1-2 თვეში გაკეთა.
საკრაულას ძველებურ იერსახეს სწორედ ასეთი სახლები უნარჩუნებს. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი გეგმა ეკოტურიზმის განვითარებაა, რაც აქაურობის გადარჩენის ერთ-ერთი გზაა. ხალხის მიგრაცია დიდია, შესაბამისად სახლების დიდი ნაწილი უბრალოდ დაკეტილია. სოფელი ისეთი ეკოლოგიურად სუფთა გახლავთ. კუთხეს ვერ ნახავთ, რომ ანკარა წყაროები არ გამოედინებოდეს. აგერ ასეთი მდინარე, რომელსაც ანკესაობა და ყველაფერი ნებისმიერ დროს შეიძლება. ბუნება, ხეები, ხეხილი ისეა დატვირთული და თუგი დისხის სახლები, რომელიც დღეს გადავიღეთ, რომელიც არის ბოჰემა ამ ტურისტებისთვის, ვისაც ბუნებაში უნდათ დროის გატარება მოწყდეს ამ ყოველდღიურობას, არის იდეალური დასასვენებელი ადგილი და ფიქრობთ, რომ განვითარდეს ეს სოფელი. სოფლის მთავარი სილამაზე კი მდინარე საკრაულა და მისი პატარა კანიონია, რომლის შესახებაც ბევრმა შეიძლება არც იცოდეს. გარშემო ტყით დაფარული ფერდობები, სუფთა ჰაერი და მშვიდი მდინარე ამ კანიონს პირველ ქმნილ სახეს უნარჩუნებს. არც ის ერთულ საფეხმავლო მარშრუტებთან ერთად მდინარეზე სანაოსნო ტურების გაკეთებაც იგეგმება. ყველაზე მეტი, ასე რომ ვთქვათ, პოტენციალი, რა თქმა უნდა, ეკოტურიზმის კუთხით ექნება პატარა მცირე ზომის კაიაკების რომ არის ერთადგილიანი და ორადგილიანი, რამე თუ ბუნება არის შერწყმული სილამაზე ტურიზმის ამ სახეობისთვის, რასაც მცირე კაიაკებით დაშვება ქვია, ალბათ არის ერთ-ერთი იდეალური ადგილი. სუფთა ეკოსისტემა და ნამდვილი ჯანმრთელი პროდუქცია საკრაულას სავიზიტო ბარათია. აქ ყველაფერი ნამდვილია და ჯანსაღი. მესაქონლეობა და მომთაბარე მეჯოგებებაც დღემდეა შემორჩენილი. ბადრი და ფრიდონ გორგოძეებიც ამ მამაპაპისეულ საქმეს მისდევენ. რამდენიმე ათეული თხის ყოლა და მოვლა არ არის მარტივი საქმე, თუმცა ისინი ამ საქმეს მაინც უძღვებიან. ყველაში თუ არ ყავდა, ყოველ მეორე მესამე ოჯახს ყავდა, 20-30 სულამდე ყავდა და დიდარი სოფელი იყო, ხალხით შეძლებულად ცხოვრობდა და ახლა შემორჩენილია 2-3 ოჯახს ყავს, ძირითადად დარჩენილი ყველს იმაშობიან იყვანენ. პირველ რიგში გემრიელია, მარგებელია ორგანიზმის და პატარა ბავშვებზე ხმარობენ ძეს, მით უმეტეს მცირე წოლებებზე, რომ ჯანმრთელობის არის მიზანსაწვდომია. ფერმერის დღე დილის 6 საათზე იწყება. თხის მოწოლა შეიძლება ითქვას დასწრებაზეა. ციკანს თავისი ეკუთვნის, ამ პატარა ლეკვებსაც ვერავინ დაასწრებს. ყველის ამოყვანაც რა თქმა უნდა იქვე, ეგრეთ წოდებულ ბინაზე ხდება. ძველი ღუმელი აქ სულდანთებულია და რძიანი ქვაბით შემოდგმული. დაიგვეთა ჩვენ მარზე უკვე ამოსაყვანია. ფრიდონისთვის ეს ბინა ფაქტობრივად მეორე სახლია. ბევრი სირთულის მიუხედავად ამ საქმეს არ ეშვება და სანამ საძოვრებიდან მოსულ ბოლოთხას არ დააბინავებს, სულ აქ არის. სირთულეები ყოველთვის მოსდევს მომთაბარე კაცს, მაგრამ უნდა გუძდოს, მედიქს არ არის. მე ახლა გითხრა სიმართლე თლათ რომ მაჩუქო თელი ქალაქი და იგი ახანა მიჩემნია, მაინც რომ გავუყვია მას და არის ახ კაცია და ხასიათი. როდესაც საქონელი ყავს, ბევრ პრობლემასთან გამკლავებაც გიწევს. გამონაკლისი არც ფრიდონია. არის დავადებები, მაგრამ იმას გუძლებთ, კაროჩე კურნალობთ რა, აცრებს ვატარებთ, რა ვისას ყველაფერს და მაგიდან დაზღვეული ვარ. ნადირი მგელი არის ძალიან ჩვენი მავნებელი, თუ არა სხვა ვერაფერი. ვიცავთ რა შეიძლება ძაღლები ყავს რამე და ვიგერიებთ თუ არა მოკლით ახლა მაინდა-მაინც არ ვედანებით მაგის მოკლას, მაგრამ თუ ჩავარ და არც დავზროგავ. აი ასეთია მომთაბარე ფერმერის ცხოვრება სოფელში. შეიძლება საკრაულაში ჯერ არ ხართ ნაყოფი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადგილი ყველასათვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება. კურიერი პიესი ამით დასრულებულია. ერთმანეთს შევხვდებით მომდევნო კვირას საღამოს 9 საათზე. თქვენ კი დარჩით რუსთავი ორზე რამდენიმე წუთში მიხოდა მარო დაიწყება. ნახვამდის.